მიუხედავად იმისა, რომ ეს კვირაც გადატვირთული მქონდა მე აი ამ ნიუსაფარი ძაღლების თემაზე, რაღაც აქტივობებით, რომლებსაც ამ საცოდავ ნიუსაფარ ძაღლებს, რა ვიცი, ძალიან სასტიკად ექცევიან, არის გონიერული ეჭვი, რომ ხოცავენ, მათ კლავენ, უბრალოდ არის ლაპარაკი მიდებ მოდება, რომ თითქოს გადასვეს, გადმოსვეს სხვაგან რისკს მიამჯერა და ზუსტად ამის გამო ამ თემებით ვიყავი დატვირთული და ამიტომ სხვა თემებს ასე თუ ისე ვერ მივაქციე ყურადღება, მაგრამ ამ თემას, რომელიც დღეს მინდა ვისაუბრო, მაინც ვერაული გვერდს, ეს არის აი გორში მომხდარი ფაქტი, როდესაც, რა ვიცი, მე 15-მა თუ 20-მა პოლიციელმა წიხლები უტყა ძირს დაგდებულ ადამიანს, მიუხედავად იმისა, ის იყო თუ არა დამნაშავე, იქ მე რამდენიმე ადამიანთან ამის გამო კამათიც მომივიდა და ვიღაცები ისეთი ინტრიგნებიც გამოჩნდნენ, რა 20 კაცი არ უნდა უტყამდეს ძირს დაგდებულ წიხლებს, მე კი რო ვთქვი და 20 დათვალე და რაღაცას მოდიალობენ. კაი 16 იყოს და ისა 14 ან 17. რა მნიშვნელობა აქვს ინტრიგნობას თავი დაანებეთ. მე ამ თემაზე მინდა საუბარი არა კონკრეტულად გორში მომხდარი ფაქტის გამო, არამედ ზოგადად ამ პრობლემაზე რაც არის პოლიციასა და საზოგადოებას შორის გაუცხოება, ასე ვთქვათ, უფსკრული პოლიციასა და საზოგადოებას შორის, რაც ძირითად შემთხვევაში პოლიციელების არასწორი საქციელების გამოხდება და მინდა გითხრათ ის, რომ მე ამ თემაზე ეს თემა იმიტომაც არ მინდა და ვერავული გვერდს, რომ ჩემს ძალიან მნიშვნელოვანი და ახლობელი თემაც არის, ვინაიდან მე არიცი ხა ბევრმა არიცით ალბათ, მე როდესაც მუშაობდი 30 წლის წინ სხვათა შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, დიახ 30 წლის წინ მუშაობდი ზუსტად ამ თემების გამო, რასაც ერქვა მცდელობა, რომ პოლიცია და საზოგადოება ასე ვთქვათ შემერიგებინა ეს უფსკრული ნელა-ნელა რაღაცნაირად ამოევსო პოლიციასაც და საზოგადოებას შორის. ასე მსგავსი ფაქტები ხდებოდა მაშინაც შევარდნაძის დროს გულისხმობ, ანუ კახათარ გამაძის მინისტრობის დროს მსგავსი ფაქტები და ბევრად უფრო საშინელი ფაქტები ხდებოდა ნაცების დროს და მსგავსი ფაქტები ხდება დღესაც. საბედნიეროდ დღეს ამაზე უფრო ყისიერი რეაგირებაა, თუმცა ერთ-ერთი მე მინდა ეს ვთქვა ზუსტად, რომ რამდენიმე წახნაგი გამოაჩინა ამ პრობლემამ და ამიტომ ეს ზოგადი კუთხით ვუყურებ ამ პრობლემას და ერთ-ერთი წახნაგი ზუსტად ის არის, რომ აი ამ აჟიბჟებული ნაცების მხრიდან იმის დახატვის მცდელობა, რომ ის რაც გორში მოხდა, უთანაბრდება ნაცების მანიაკობებს და სადისტობებს, რაც რა თქმა უნდა ასე არ არის. სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ მე ვიყავი ფაქტობრივად პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელიც პოლიციამ ცემა, ზუსტადა ესე, წიხლებით შედგომით ავტობუსის მასე დამაგდეს მე, განსხვავებით ამ ადამიანისა, მე დამაგდეს ავტობუსის იატაკზე, საპოლიციო ავტობუსი იყო, სადაც ამატყიეს, მერე იქ დამაგდეს და წიხლებით შემდგა დაახლოებით 10-12 ადამიანი, პოლიციელი რა. ეს იყო ლოთი ქობალიას სასამართლო პროცესების დროს 1996 წელს. მე მაშინ მუშაობდი დილის გაზეთის კორესპონდენტი ვიყავი, სხვათა შორის გია ჭანტურია, ეხლანდელი ნაცი გია ჭანტურია შეესწრო ამ ფაქტს თვითონ და მოვიდა და რაღაცა ცადა გარკვევა და ამოათრიეს ისიც ჩემთან ერთად ავტობუსში და იჯდა შეშინებული, მე რო პოლიციელებს უხურებდი, რომ არ იქცევით სწორად კანონს არ ვღოთ და ეს იქიდან მანიშნებდა, გაჩერდი ბიჭო, რას გაჩერდი ბიჭო. ეს ეხლა არის გაბლატოვებული, თორე მაშინ არ იყო და ნუ გია აბდალაძემ შემოყო ისა რა ქვია ფოტოაპარატი ავტობუსის ფანჯრებში და გადაიღო ეს ყველაფერი და ალიაშიც დაიბეჭდა თავისთავად დილის გაზეთში და ანალოგია რა არის მაშინდელი ოპოზიციონერები ანუ ვითომ ოპოზიციონერები რა სამთავრობოები ასე ვთქვათ მოვიდნენ ჩემთან რედაქციაში და თხოვდნენ რომ მე გამოსულიყავი პოლიციის წინააღმდეგ და გამოსულიყავი და მეთქვა რომ აი მიშა სააკაშვილი მაშინ ახალ ჩამოსული იყო საქართველოში და ეს ახალგაზრდული მოქალაქეთა ახალგაზრდული ფრთა თუ რაღაც ჯანდაბა ასე ვთქვათ ჟარგონით იხოდებოდა და ამაში უნდა ჩემი გამოყენება რომ აი ეს საზიზღარი პოლიცია და სხვათა შორის რა შემოთავაზეს მიტინგზე უნდა მეთქვა რომ პოლიცია გაუქმდეს აი ამ დონეზე დემაგოგები იყვნენ მეთქი რას ქვია პოლიცია გაუქმდეს ჩვენ მომავლის საქართველოში პოლიცია არ გვჭირდება აი ესეთი დებილური დემაგოგია ჰქონდათ სხვათა შორის
რა ვიცი რა გითხრათ მაშინვე უთხარი მე ამ ადამიანებს რომ ეს არის დემაგოგია და მე ამაზე არ წამოვიგები ზუსტად იმას თალიჩობენ დღეს აი მსგავს ფაქტებს რომ შეესწრებიან ცდილობენ როგორც ხა პაპუნა ლოცულაშვილთან სცადეს რომ ის გამოეყენებინათ აი ამ რაღაც ანტისაპოლიციო პროპაგანდაში მე მაშინ დავწერე ასე ვთქვათ საგაზეთო სერიოზული კარგი წერილი სადაც ვამბობდი ზუსტად მაგ პრობლემასაც რა პრობლემას პოლიციაში არსებობს და ვამბობდი იმ პრობლემასაც რა პრობლემაც ოპოზიციის აი ამ სპეკულაციას რაც იყო მდგომარეობდა ოპოზიციის აი ამ სპეკულაციებში რომ და მე მაშინ უთხარი პირდაპირ თქვენ რომ მოხვალთ ხელისუფლებაში უარესი ზამთრეთქი სხვათა შორის არსებობს კადრები სადაც გიგა ბოკერია და ესენი მისულები არიან პოლიციის სამმართველოსთან დიღომში და ადამიანის უფლებათა დაცვა და რაღაცებს ახურებენ პატიმრების უფლება აი უი და ერთი ამბავი და ნუ შემდეგ რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში ვნახეთ რაც მოხდა თუმცა აი ამ ინტრიგან პროვოკატორ ოპოზიციაზე არანაკლებ პრობლემად მიმაჩნია როგორ გითხრათ აი უკან მოუხედავად რო აპრავენ ყველაფერს ესეთი კოცები რომლებიც აი ამ ფაქტის აპრავებად ცადეს სხვადასხვანაირად ნუ ერთ-ერთი იყო რომ პოლიციას ქვა ესროლა იმ ბიჭმა ნუ არ ვიცი ხა ისროლა პოლიციას ქვა თუ არ ესროლა ეს სასამართლოზე გაირკვევა მაგრამ ქვა კი არა ტყვიაც რომ ესროლა პოლიციისთვის იმ ადამიანს რომელსაც მე ჯერ მივარდა სამი პოლიციელი დააკავა დააგდო ძირს და რამდენად ჩამდა ხელებით შეუკრა მე არ უნდა მიცვიდეს კიდე 12 თუ 15 და წიხლები ნეკნებში არ უნდა უთხრას აი ამდენი ვისაც არ გესმით მე პოსტშიც მიწერია რა უკან მოუხედავად გააფსით ჩემი არა მარტო ვირტუალური არამედ რეალური სამეგობროდანაც ვისაც ამდენი არ გესმით რომ პოლიციამ ქვის სროლის შემთხვევაში კი არა ტყვის სროლის შემთხვევაშიც 20 კაცმა ძირს ხარ გამომეკიდოს კიდე ვიღაც გამოსირებული 20 დათვალე კაი 17-მა 16-მა თუ 14-მა კაცმა ძირს დაგდებულს ნეკნებში წიხლები არ უნდა უყას იმიტომ რომ ესეთ ადამიანებს პოლიციელი არ შეიძლება ერქვას ესეთი ადამიანები არიან ჩვეულებრივი სადისტები და ჯალათები ხოლო რა შეიძლება გაკეთდეს საამისოდ რომ მსგავსი ფაქტები აქ მეში კი არ არის საქმე რომ აი მოხდა და აი ეხლა რა ვქნათ დაიჭირეს კი ბატონო ეს პოლიციელები მარშველის ამას ეს შეიძლება კიდე მოხდეს კიდე დაიჭირონ კიდე მოხდეს კიდე ნაცების დროს რო არ იჭერდნენ ეგ სხვა თემა მაგრამ რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ რომ ამის პრევენცია მოხდეს მე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტროში ზუსტად ამ თემების გამო დავიწყე მუშაობა დილის გაზეთიდან გადავედი შინაგან საქმეთა მინისტროში და აი ძალიან რო არ გამეწელოს შემდეგ ვიდეოებს მე ამ თემაზე კიდე ჩავწერ ვიდეოებს იმასაც ვიტყვი რა განსხვავებაა ნაცების სადისტობებსა და ამას შორის და იმასაც ვიტყვი რა უნდა გაკეთდეს რომ პოლიციამ რაც შეიძლება ნაკლებად ასეთი ფაქტები მოხდეს ახლა დროებით გემშვიდობით